გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. მეკობრეთა მოყვარულებს გაგახარებთ იმით, რომ დიდი ალბათობით ყველაზე დასამახსოვრებელი მეკობრის როლში ისევ ჯონი დეპს ვიხილავთ. Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში ჯერი ბრუქჰაიმერმა განაცხადა, რომ სულ ეხლახან გადიოდა აღნიშნულ საკითხს ჯონი დეპთან და დეპმა დიდი ინტერესი გამოიჩინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სცენართან გაცნობის შემდეგ მიიღებს. ბოლო ფილმი მეკობრეებზე 2013-ში გამოვიდა და მის შემდეგ უკვე 12 წელია გასული. მართლაც საცოდაობა იქნება ასე მოწყურებულ ნიადაგის არ დამუშავება და უარის თქმა აღნიშნულ ფილმზე. თან სიმართლე რომ ვთქვათ, კომპანია მასთან ვალშია, რადგან ყველასთვის კარგად ცნობილი მისი სასამართლო დავისას კომპანიამ თადარიგი დაიჭირა და აბსოლუტურად ყველა პროექტიდან გაანთავისუფლა. მაგრამ ჰოის საოცრება და დეპი გაამართლეს. და ამ პოზიციიდან ვფიქრობ, რომ რა და სცენარი მაინც უნდა შეუთანხმონ და ისეთი შედგეს, როგორიც დეპს მოეწონება. და თუ სხვა პრობლემა არ იქნება, ესე იგი, მოვიმარაგოთ რომი და მივესალმოთ ჩვენს საყვარელ გემის კაპიტანს. Warner Bros.-ის ხელმძღვანელმა დევიდ ზასლაფმა გვამცნო, რომ სულ მალე ისევ ჩვენს საყვარელ შუა ხმელეთში გვამოგზაურებენ ფილმით ბეჭდების მბრძანებელი ნადირობა გოლუმზე. ფილმს დაახლოებით 2027 წლის დეკემბერში უნდა ველოდოთ, რეჟისორად თვით გოლუმის შემსრულებელი ენდი სერკისი წარმოგვიდგება, მაგრამ არ ინერვიულოთ, კინოფრანჩაიზის მამას არ მიუტოვებია თავისი შვილი და პეტერ ჯექსონის სცენარისტის ამპლუაში წარმოგვიდგება, რომელსაც დაეხმარებიან ფრენკ უოლში და ფილიპა ბოინსი. გადაღებები უკვე მომავალ წელს აიღებს სათავეს. წიგნის გულშემატკივრებს ექნება წაკითხული აღნიშნული სიუჟეტი, სადაც არაგორნი გოლუმს ეძებს, მაგრამ ესეც ეცოდინებათ, რომ ეს ხაზი არასრულ სიუჟეტად გვევლინება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი რამდენადაც ცუდია, რომ ტოლკინის სრულ ვერსიას არ წარმოადგენს. იმდენად ხელებს უხსნის ჯექსონს მოიგონოს და ჩართოს ისეთი მოვლენები და პერსონაჟები, რაც სიუჟეტს უფრო დაძაბავს და ამავდროულად ორიგინალს არ გადაუხვევს. ახალხან გამოვიდა უნიჭიერესი და ალბათ ყველაზე თუ არა ტოპ ჩემი საყვარელი რეჟისორის პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმის ტრეილერი. არ ვიცი, მოლოდინი სასწაულია. უბრალოდ კინო მოყვარულებისთვის ყურებზე მალამოთ უნდა ედებოდეთ ეს სიტყვათა თანმხლება. გსმინეთ, ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი, მთავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დი კაპრიო, მთავარი ანტაგონისტის როლში შონ პენი და მეორე ხარისხომაზე ბელისიო დელ ტორო. რაღაც სონატას გავს. ფილმში მოთხრობილია ისტორია რევოლუციონერზე, რომლის შვილსაც იტაცებს შეშლილი პოლკოვნიკი შონ პენის შესრულებით. ფილმის ფაბულად გამოყენებულია ტომას პიჩენის წიგნი ვინლენდი. ეს უკვე მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება აღნიშნული მწერლისა და პოლს შორის. ეს ფილმი რიგით მე-10 ანდერსონისთვის მის უნიკალურ ბიბლიოთეკაში და თუ მის საიუბილეო ნიშნულს გავითვალისწინებ და რეჟისორისთვის სარეკორდო ბიუჯეტს $140 მილიონი სახით, ყველაფერი ისე დაждდა და ცაზე ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ არაფერი უშლის ფილმს ისევ ერთი შედევრი მივიღოთ. მაგრამ მოდით ნუ გავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ რა მოხდება. ყველაფერზე პასუხს 26 სექტემბერს მივიღებთ. კომპანია Universal-მა განაცხადა, რომ მოახდინა ყველა უფლების გამოსყიდვა რობერტ ლენდონის წიგნებისა ჯეისონ ბორნის მიხედვით. ეს დიდი მოვლენა აღნიშნული ფრანჩაიზისთვის 10 წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ალბათობაა იმისი, რომ ვიხილოთ ახალი ნაწილი. ასევე კულუარებს თუ ვენდობით დიდი შანსი ეკრანებზე ბორნის როლში ისევ მეტ დეიმონი ვიხილოთ, რაც შეუძლებელი არ ახარებდეს ამ ფრანჩაიზის მოყვარულებს, იმიტომ რომ თითქოს ასოცირდება ჯეისონ ბორნი მეტ დეიმონის ვიზუალთან. გასულმა 5 ნაწილმა საკმაოდ კარგი box office-ი შემოიტანა. ამიტომ ნამდვილად კაი ლუკმა დღევანდელობაში ასეთი ისტორიის ჩაგდება. თან დღესდღეობით როცა ჯაშუშურ ფილმებს თითქოს მეორე სუნთქვა შთაბერეს ახალი გამოსული მისიითა და მოსალოდნელი ჯეიმს ბონდის სახით. სავარაუდოდ, მომავალი დაპირისპირების გამო წინა საახალწლო box office-ისთვის შრეკმა უკან დაიხია კონკურენციის გამო მარველის შურის მაძიებლების წინაშე და თავისი ბრძოლის ველად უკვე 2027 წლის ზაფხული გამოაცხადა.
თუმცა იოლი გასეირნება არც მანდელოდება. ერთი კვირით ადრე ადამიანი ობობას ახალ ნაწილს ველოდებით, ხოლო ორი კვირით ადრე Pixar-ის მულტფილმს გატო. მაგრამ წინა სერიების გათვალისწინებით და საფირმო შავი იუმორის წყალობით მე მგონი ფალავანად მაინც შეგირჩება. ჩემი პირადი აზრით ალბათ შურის მაძიებელთანაც ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სდგება. სტუდია Naughty Dog-დან საკმაოდ კარგი ამბები გამოდის. შესაძლებელია სტუდიის ყველაზე ცნობილი ფლაგმანური სერიის გაგრძელება ვიხილოთ უახლოეს მომავალში. ინსაიდერების ცნობით ახალ ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სიუჟეტი შესაძლებელია Sam Drake-სა და კესის გარშემო განვითარდეს. Sam-ს თუ გასული ორი ნაწილიდან კარგად ვიცნობთ, კესისთვის ეს დებიუტი იქნება. შეგახსენებთ, კესი Drake-ის და ელენას შვილია, რომელიც მეოთხე ნაწილის ბოლოში გაგვაცნეს. საკმაოდ კარგი დუეტი იქნება. ექსცენტრიული ავანტიურისტი ბიძა და ჭკვიანი, მაგრამ ჯერ სულ ნორჩი ძმისშვილი. რაღაც მსგავსი მესმის God of War-შიც ვნახეთ, მაგრამ იდენტური ნამდვილად არაა და რეალიზაცია იქნება ალბათ ყველაზე უმთავრესი. არ გამოვრიცხოთ, რაღაც კიდევ უკეთესი მივიღოთ. თა როცა პროექტის დირექტორი იქნება John S. Cage, რომელიც გასულ რამდენიმე ნაწილსაც ხელმძღვანელობდა და ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი თუ საკულტო სცენა სწორედ მისი დამსახურებით გამოჩნდა ეკრანებზე. თარიღზე ჯერ არაფერია ცნობილი, როგორც კი რამე ახალს გავიგებთ, მაშინვე შეგატყობინებთ. Bandai Namco-მ გამოაქვეყნა ახალი ტრეილერი თამაშისა Little Nightmares 3. მესამე ნაწილი წარმოგვიდგა ახალი გეიმპლეით. წინა ნაწილებში თუ მარტო გვიწევდა დამთრგუნველი სამყაროს გავლა, ეხლა უკვე ორში იქნება შესაძლებელი. ორივე პერსონაჟი განსხვავდება. ერთს აქვს შვილდი, რომელიც მას ეხმარება მტრების ჩამოგდებაში, თავდაცვაში და თოკების გადაჭრაში, ხოლო მეორეს აქვს კანსაჭერი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა კარებებისა თუ ხრახსნების გახსნა და ასევე წინაღობების დამტვრევა. თამაში რაღაცით წააგავს It Take-Two-ს, მაგრამ აქ შეგვიძლია მარტომაც ვითამაშო და ჩვენი მეწყვილის როლი ხელოვნურ ინტელექტმა შეასრულოს. რელის ველოდებით 10 ოქტომბრისთვის. Gears of War-ის ოფიციალურ აკაუნტზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი ნაწილის სახელად A-Day-ის პრემიერასთან დაკავშირებით. პოსტი გვამცნობს, რომ ახალ ნაწილს 2026 წელს უნდა ველოდეთ. Microsoft-ის პრემიერების სიმჭიდროვის გამო დიდი ეჭვები იყო იმისა, რომ შეიძლება Gears-ები გადაეტანათ, მაგრამ ადრე ეს თვით Phil Spencer-მას დაგვიდასტურა, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად გვაქვს დასტური, რომ ჭანჭიკების გულშემატკივრებს სულ ცოტა დაგვრჩა ახალ ნაწილამდე. კინოთეატრებში გამოვიდა არავინ ორი. სიმართლე გითხრათ, პირველი ნაწილისა და ტრეილერის მერე ცოტა მეტი მოლოდინი მქონდა. არა, ცუდი ნამდვილად არ არის და საყურებლად ნამდვილად ღირს, მაგრამ სიუჟეტური ხაზი თითქოს საბრძოლო სცენები მოიფიქრეს და სიუჟეტი მერე მოარგესო. არც პირველი იყო მესმის მამაცი-გული, მაგრამ მაინც დამაკადა. ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად მომწონს სეტინგი. ჩუმი მშრომელი მამაკაცი, რომლის შიგნითაც მტაცებელია დაბმული, საინტერესო განვითარების მომასწამებელია. სიუჟეტით ჰუჩი დავალდებულებულია სახელმწიფოსთან მისი წინა ვოიაჟებიდან გამომდინარე და ამის ასანაზღაურებლად უწევს მათზე მუშაობა. მაგრამ ამ ყველაფრისას კარგავს ნენელა ოჯახთან კავშირს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ დროა დაისვენოს. ოჯახთან ერთად გაემგზავროს იმ მეერთადერ ადგილას, სადაც ბავშვური ტკბილი მოგონებები აკავშირებს. რა თქმა უნდა, იქაც პოულობს პრობლემებს, თუ აქეთ მოდიან მასთან. მოკლედ, კაი საბრძოლო სცენები თუ ხიბლა. ცოტა იუმორით შეჯერებული, რაღაც შავი იუმორით გაჯერებული ჯონ ვიკის სტილში. აუცილებლად წადით. სამსახიობო კასტი არაჩვეულებრივი. ლოკაციებიც კარგია, მაგრამ ზოგან თითქოს მასშტაბურობა აკლია, თითქოს სტუდიური ვარიანტი არისო, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზია. დიდ ეკრანზე საყურებლად ნამდვილად ღირს. აღნიშნულ ფილმს შევაფასებდი 10-დან 7 თავისუფლად. თუ გცალია, თუ არ იცით რაზე წახვიდეთ, მივძანდით არავინ 2-ზე და ისი ამოვნეთ. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაგვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა შეხვედრამდის. კარგად.